with other partners. კომპაქტურად ჩასახლებულ 184 ოჯახს დღეიდან ბუნებრივი არის 24 საათიან რეჟიმში მიაწოდება. დევნილთა კიდევ ერთ ობიექტის გაზიფიცირება უკვე დასრულდა. კობა სუბელიანი ბურჯომში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა და ბუნებრივი აირის სიმბოლურად სანაპირო პლატოში ქავა დაანთო. შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, გარემონტებულია, შესრულდა შიდა სარემონტო სამუშაოები, შეყვანილია წყალკანალიზაცია და გადახურულია. 184 ოჯახს ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. ეს სამუშაო დაახლოებით 1 თვეა რაც მიმდინარე. აქ მოხდა როგორც საერთოდ არ იყო ამ საცხოვრებელში გაზი, მოხდა გაზის შემოყვანა, თქვენ ხედავთ. დავიწყეთ რეგიონში დაკანონებული კომპაქტური ჩასახლებების გაზიფიცირების პროცესი, დიდი ხანია დაწყებულია. თუ კი ადგილობრივ მოსახლეობაში სადმე გაზი არსებობს, იქ არსებულ დევნილთა ჩასახლებაში ყველგან შეკვავს გაზი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 184 ოჯახს შემოუყვანეთ გაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭმელსაც გაზზე დაამზადებენ, საფულში აღარ დაჭირდებათ ეს შეშის ღუმელები. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო ყოველნაირად, რემონტი გაგვიკეთეს, ახლა გაზი შემოგვიყვანეს და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.